ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ კვირაცხოვლობის დღესასწაულს. მოგეხსენებათ, რომ კვირაცხოვლობა ეს არის განახლება აღდგომის დღესასწაულისა და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ მოვლენას, როდესაც ერთად შეკრებილ მოციქულებთან მაცხოვარი უფალი ჩვენი იესო ქრისტე მობრძანდა და ეჩვენა მათ და ამას წინ უძღოდა ასევე მაცხოვრის შეხვედრა მოწაფეებთან, მაგრამ ამ შეხვედრას არ ესწრებოდა წმინდა მოციქული თომა. და როგორც წმინდა წერილის განმარტებლები ბრძანებენ, განგებულებითი იყო თომა მოციქულის არ ყოფნა, რამე თუ როდესაც მან გამოთქვა ეჭვი, ეს ეჭვი კი არ იყო ქრისტეს მიმართ, არამედ ეჭვი იყო ქრისტეს მოწაფეების სიტყვის მიმართ, რომ ჩვენ ვიხილეთ უფალი, ის იყო ჩვენთან და თომა მოციქული გულდაწყვეტით ამბობს, რომ სანამ მე თავად არ ვიხილავ, სანამ მე არ შევეხები მას, მე ვერ დავიჯერებ თქვენს სიტყვას. ეს არ არის სიტყვა ურწმუნოებისა, ეს არის სიტყვა გულდაწყვეტილი ადამიანის, რომელიც მისთვის საყვარელ და სანუკვარ ადამიანთან შეხვედრას ვერ მოესწრო, ვერ შეძლო. და ამის დასტური არის უკვე შემდგომად ქრისტეს მოსვლა მოწაფეებთან და როდესაც მაცხოვარი ეუბნება თომა მოციქულს, რომ მოდი და შეეხე ჩემს ჭრილობებს, ჩემს ხელსა და გვერდს, თომა მოციქული კი არ შეეხო, კი არ მივიდა და კი არ დაუწყო, ასე ვთქვათ, მოსინჯვა და შემოწმება, არამედ მან იმ წამსვე აღიარა ქრისტე და სთქვა, ღმერთი ჩემი და უფალი ჩემიო. და წმინდა წერილი ასევე მოგვითხრობს ჩვენ იმის შესახებ, რომ როდესაც მაცხოვარი აღსდგა და გალილეაში შეხვდა თავის მოწაფეებს, არა 12-ს, არამედ სხვასაც, იმ სხვათა შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც შეორგულდნენ და განეშორენ ქრისტეს. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს წმინდა მოციქული თომას სიტყვები და ქმედება რას ნიშნავს და განვასხვავოთ ეს მოქმედება შეორგულებული ადამიანების,
ქრისტეს მოწაფეების მოქმედებისაგან. როგორც აღნიშნე, მოციქული თომას სიტყვა და მოქმედება არის გულდაწყვეტილი ადამიანის, ქრისტეს მოყვარე ადამიანის ქმედება, რომელსაც სურს და მიისწრაფის ქრისტესთან შესახვედრად. შეორგულებული მოწაფეების მოქმედება ეს არის უკვე ეჭვიანი ადამიანების მოქმედება, რომც რაღაცა აჩვენო და რომც რაღაცა დაინახოს, ის ამაში ეჭვს შეიტანს და როგორც მას სურს, როგორც მას ესმის, ასე გადათარგმნის ამ მოქმედებას და დაიწყებს კრიტიკასა და განკითხვას. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ თომა მოციქულის ქმედებაც იყო კრიტიკულიო. ეს არ არის კრიტიკა ეჭვიანობისა და ცინიზმისა. ეს არის მისი ძმების, ანუ იგივე მოციქულთა სიტყვის მიმართ გარკვეული ესეთი გულისწყვითი ყვედრება, საყვედრებელი, რომ თუ თქვენ გამოგეცხადათ, მე რატო არ გამომეცხადა? თუ თქვენ იყავით ღირსი ამისა, მე რატო არა ვარ ამის ღირსი? ეს გულისწყვითი დამოკიდებულებაა და როგორც კი იხილა უფალი, რომელმაც უშუალოდ მას მიმართა, ყველაფერი განქარდა. განქარდა ეჭვიც, გულისწყვითაც, ყოველივე და არ ჭირდება მას თომა მოციქულს უკვე სხვა მტკიცებულება. არ ჭირდება, ესე ვთქვათ, გამოცდილებითი მტკიცებულება, რომ აი ხელი შევახე და ვიგრძენი, რომ ასე არის. ის აღიარებს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემიო. და აი ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი სულიერი მდგომარეობა არსებობს იმ ადამიანებში, რომლებიც ეკლესიაში მოდიან, ხდებიან ეკლესიის წევრები და მერე ფიქრობენ, რომ ყველაფერს უნდა შეხედონ ისეთი, ესე ვთქვათ, კრიტიკული თვალით. მაგრამ სინამდვილეში ამ კრიტიკის უკან ადამიანური სისუსტე არის, განკითხვისა და დახშობილი გულისა. ეს ზოგჯერ თანდათან ხდება. ამის წინამორბედია არის ყოველთვის აი ესეთი ხელაღებითი განკითხვა და თითქოს სიმართლისა და სამართლიანობისათვის და ქრისტეს ცნებათა სიყვარულით ბრჭყალებში
საკუთარი განკითხვის გამართლება. და როდესაც ადამიანი ვარდება განკითხვის მდგომარეობაში, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ამას ახლავს თან. ეს არის, რომ ბოროტის სული, ეშმაკი ასეთ ადამიანს მიუდგება და მის განკითხვას კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს. მის გამკითხվել და უსიყვარულო აზრებს აძლიერებს, იმიტომ რომ თავად ეშმაკი არის უსიყვარულობის თავი. თავად ბოროტის სული არის გამკითხველობის მამა. წმინდა წერილი მასზე ამბობს, რომ ის არისო ტყუილის მამაო. და ტყუილი რა სახით მოვა ჩვენთან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მოვა ეგრეთ წოდებული სიმართლის სახით, თუ საერთოდ რაღაც თვალთმაქცობის სახით. არ აქვს მნიშვნელობა. და ჩვენ აი ზოგჯერ ცოტა ხელაღებით ვიტყვით, აი ურწმუნო თომაო და ეს არ არის ისეთი მინდა გითხრათ ხელაღებით წარმოსათქმელი სიტყვები. თომა მოციქული კი არ არის ურწმუნო, ის არის მზადმყოფი, რომ მოგტეს ქრისტესათვის და ამაზე მოგვითხრობ წმინდა წერილი, სანამ მოციქულები მივიდოდნენ იერუსალიმში და მივიდოდნენ ბეთანიაში ლაზარესთან. ყველა მიცოდა, რომ მაცხოვარს ეძიებენ შესაპყრობად უხუცესნი ებრაელთა ერისა და მაცხოვარი როცა ამბობს, რომ წავიდეთ იერუსალიმში, თომა მოციქული ამ ეუბნება მოწაფეებს, რომ წავიდეთ და ჩვენც მასთან ერთად მოვკვდეთო. ეს არის ერთგული და გულანთებული მოწაფე ქრისტესი. პეტრე მოციქული, რომელმაც სამჯერ უარყო ქრისტე, რომელიც გამოირჩეოდა თავისი მხურვალებით, თავისი ემოციურობით, რამე თუ მაცხოვარი მას არის ფრაგმენტი წმინდა წერილში, რომ სატანასაც კი უწოდებს და ეუბნება, განვედ ჩემგან სატანა, რამე თუ ზრახავ კაცისას და არა ღვთისას. და მაშინაც ეუბნება პეტრე მოციქული, რომ არა, შენ არ უნდა წახვიდეო ვნებად და ტანჯვად. მაგრამ შემდგომ აი ასეთი აღტკინების შემდგომ დგება ჟამი პეტრე მოციქულის საოცარი დამდაბლების, ესე თქვა, მიწასთან გასწორებისო, კაცმა რო თქვას, რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ ახლა, ვისაც ჩვენ ერთგულებას ვეფიცებით და მერე იმ ადამიანზე ვამბობთ, რომ არა, მე მაგას საერთოდ არც კი ვიცნობ და არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი. როგორი შინაგანი საკუთარი თავის მიმართ დაგვეუფლება, განწყობა, თუ სინდისი გვაქვს, ვიგრძნობთ, რომ
უსინდისოდ არასწორად მოვიქეცით როგორც შიშარა, როგორც არაკეთილსინდისიერი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ პეტრე მოციქულის სინანულს, საოცარ სინანულს, რითაც ის განსხვავდება იუდა მოღალატისგან. თომა მოციქულს შეხებაც კი არ დაჭირდა, რომ ქრისტე აღიარებინა ღმერთად. იუდა კოცნის ქრისტეს და ღალატობს მას. მერე თითქოს ამბობს, რომ უდანაუშაულო სისხლი მიგეციო თქვენ ეუბნება ებრაელთა ერის უხუცესებს, მაგრამ მას ტანჯავს თავისი დიდგულობა, გულის გაქვავება, ქრისტესთან კი არ მიდის და კი არ თხოვს შენდობას, არამედ სასოწარკვეთილებას ეძლევა და მამათა განმარტებით სასოწარკვეთილება ეს არის ამპარტავანების ერთ-ერთი სახე და გამოვლინება. და პეტრე მოციქული კი მდაბლდება, ბოლომდე მდაბლდება, ასე თქვათ მიწასთან სწორდება. ის სირცხვილ ნაჭამია ქრისტესთან და ქრისტეს მოწაფეებთანაც და ყველას შენდობას თხოვს. და მისი გული მიუხედავად ყველაფრისა, რაც ჩაიდინა, მისი გული ქრისტესთან არის კავშირში და მას არ შეუძლია, რომ ქრისტეს გარეშე იცხოვროს და მიდის ქრისტესთან, ქრისტეს ეძებს და ღებულობს ქრისტესგან შენდობას. როდესაც მაცხოვარი სამგზის ეუბნება პეტრეს, რომ დამთხსენო ცხოვარნი ჩემნი, ეს ზუსტად იმისი ნიშანია, რომ მაცხოვარი მას შეუნდობს და პირიქით ეუბნება კიდევაც, რომ შენ უნდა გააგრძელო ის საქმე, რომელიც მე დაგავალე და შენ უნდა იყო წყემსი კეთილი. იმათვის, ვინც ქრისტეს აღიარებს. იმათვის, ვიზეც არის ნათქვამი, ნეტარიყვნენ, რომელთაც არ უხილავთო, წმენეს და რწმენესო. აი როგორი განსხვავება ძვირფასო ძმანო და დანო. შინაგანი მდგომარეობის სამწუხაროდ, როდესაც ბოროტის სული დაეპატრონება ადამიანის გულს და დაუხშავს გონებას და ადამიანი საუბრობს, შეიძლება თითქოს გამართულად, თითქოს სამართლიანობა ჟღერს მის სიტყვებში, მაგრამ მისი გული არის ბოროტის სულის მიერ შეპყრობილი. ისე როგორც იუდას გული იყო შეპყრობილი და მან სხვა გამოსავალი თავისთვის ვერ იპოვა გარდა თვითმკვლელობით ცხოვრების დასრულებისა. ამგვარად ძვირფასო ძმანო და დანო, ჩვენ ვიცოდეთ, რომ
ჩვენ ცხოვრებაში არის ზოგჯერ ეტაპები ეჭვის, ეტაპები რაღაცა, თქვათ, განკითხვისაც, ზოგჯერ ეტაპები გაცივების სარწმუნოებრივად, მაგრამ თუ ჩვენს გულში ღვივის და ჩვენი გონება და აზრები ქრისტესკენ მიისწრაფის და გულში ღვივის ქრისტესთან ყოფნის სურვილი, ქრისტე ყოველთვის მზად არის, რომ ჩვენ მიგვიღოს. მზად არის ჩვენი უძლურებისა და სისუსტეების მიუხედავად და მასთან ერთად ჩვენ ფეხზე დავდგებით, გავძლიერდებით, მხნე გავხდებით და მოწყალე ღმერთი ცხოვნების ღირსადაც გაგხვდის. ეს უნდა გვახსოვდეს ძვირფასო ძმანო და დანო და ყოველთვის გულში და ჩვენს აზრებში ვიქონიოთ ქრისტე და მისკენ მისწრაფება. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. ქრისტე აღსდგა. მერთმა დალოცვილი გამყოფოთ.